მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და გადაცემას 20 წუთი. დღეს 20 წუთის სტუმარია აფხაზეთიდან დევნილი ლექტორი, ძალიან ბევრი რეგალიის მქონე ადამიანი, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ძალიან კარგად იცნობ და რაც მთავარია. დღიდან, როდესაც ჩვენ აფხაზეთზე დავიწყეთ საუბარი, იმ დღიდან მოყოლებული მუდმივად ჩვენი სტუმარი, ქალბატონი სალომე კაპანაძე. მოგესალმებით. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ხართ დღეს ჩვენთან და დღეს მე მინდა რომ განსაკუთრებული ხაზგასმა გავაკეთოთ სამოქალაქო დიპლომატიაზე. წლები გადის, ქალბატონო სალომე, თქვენ იცით რომ თუ მქონდა რუბრიკა აფხაზეთის გარეშე გაზრდილი თაობები და თუ არ ვწდები უკვე მეოთხე, მეხუთე თაობაზე გავედით, ჩვენ ასე ვსაუბრობთ, თუმცა სამწუხაროდ ძირეული ნაბიჯები ჯერჯერობით მაინც არ არის გადადგმული. თქვენი აზრით, თქვენ ყველაზე კარგად იცით რა ხდება დღეს აფხაზეთში, როგორი დამოკიდებულებაა აფხაზი და ქართველი ადამიანებს შორის. აი როგორ ფიქრობთ, წლების წინ და ახლა რაიმე ძირეული ცვლილებები თუ შეინიშნება ამ მხრივ ჩვენს ურთიერთობებში? მოდით რა ასე დავიწყებ ძალიან ზოგადი ფრაზით, რომ ადამიანი არის ურთიერთობა. და თუ გადავიტანთ ამას სახელმწიფოს კონტექსტში, მე ვიტყვი ასე, რომ სახელმწიფოც არის ურთიერთობა. ამიტომ მოდით ადამიანური ურთიერთობიდან დავიწყოთ და თუ საუბრობთ ჩვენ სანამ აფხაზეთამდე მივალთ, მოდით ესეთი რამე ვთქვათ, რომ ჩვენ 21 საუკუნეშიც კი მოვახერხეთ და აფხაზეთის გარეშე დარჩენილებმაც დავუკავდეთ საკომუნიკაციო ენა. ეს ბაბილონის გოდოლი, მოდით ასე ხატოვნად ვთქვათ, ანგრევს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ასევე ანგრევს იმ ურთიერთობებს, რომლის იმედი ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ როდესაც აფხაზური მხარე უყურებს ჩვენს დამოკიდებულებებს ერთმანეთთან, ბუნებრივია ეს არ არის შთამბეჭდავი და ეს არ არის მათზე გარკვეული გავლენის მომხდენი. როდესაც ისეთ სიტყვას გამოვიყენებ, როგორიც არის კომუნიკაცია, მე არ ვიქნები ალბათ ურიგო არ იქნება ამ სიტყვის გამოყენება და ვიტყვი ესეთ რამეს, რომ საერთოდ ყველაფერი დგას ამ კომუნიკაციაზე. მოდი ვთქვათ ასე სტრატეგიულ კომუნიკაციაზე. არ არის კომუნიკაცია, იქ სადაც არ არის კომუნიკაცია, არაფერი არ კეთდება. მოდით ვიყოთ კრიტიკულები და გადავხედოთ იმ პერიოდს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი ეს იყო პოლიტიკური დისკომუნიკაცია, ანუ პოლიტიკური კომუნიკაციის არ ქონა, თქვენ დიპლომატია ახსენეთ და იმ პერიოდში, როდესაც მთელი ქვეყანა იყო ერთი ძალიან კარგი იდეით შემართული, ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, საქართველოს თავისუფლების იდეა, რეალურად საბჭოთა არტახებიდან გამოვედით, გავწყვიტეთ ეს არტახები და იმ დროს საკმაოდ ისეთი მძიმე აღმოჩნდა დალაგება ამის ყველაფრის, ამ ემოციური ზეგავლენიდან გამოსვლა და რიგი შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით და ეს შეცდომები ჩვენ დავუშვით, სწორედ მომდინარეობდა აქედან. რა თქმა უნდა, ურემი რო გადაბრუნდება, მე ვხედავთ გზას, ეს ქართველთა წესია და ალბათ არა მარტო ქართველთა, თუმცა ჩვენი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე იმ ხანად, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ნაკლები იყო, იმიტომ რომ 70 წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად ამის გამოცდილება არ გქონდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ყოველთვის იყო ლოკალური გამოსვლები, აფხაზთა პროტესტი და უნდა ვთქვათ, კომუნისტების სასარგებლოდ რუსონი ამას ძალიან კარგად აგვარებდნენ. აი ეს გამოცდილება, ანუ გადასვლის ეტაპზე, როცა გადავედით ჩვენი განვითარების ახალ ეტაპზე, ეს გამოცდილება აღმოჩნდა გარკვეულწილად მიუღებელი. ალბათ კანონზომიერი იყო ისიც, იმიტომ რომ წყობა იცვლებოდა, მენტალობა იცვლებოდა, ადამიანი, ანუ ჰომო სოვიეტიკუსი უნდა გამხდარიყო ჰომო დემოკრატუსი. და რა თქმა უნდა, გამოვიჩინეთ თავი და ამ თავის გამოჩენის დროს იყო ის შეცდომები, რომლის გამოსწორება ჩვენ ძალიან ძვირად გვიჭდება. და დღესაც მოდის ამ ჩვენი ძვირად დაჯდომის შედეგი. რა თქმა უნდა. მოდით კიდევ ერთხელ გამომეორებ და ვიტყვი, რის მაგალითს ვაძლევთ ჩვენ აფხაზურ მხარეს. აფხაზურ მხარესაც აქვს თავისი ოპოზიცია, თუმცა მე თუ ვადევნებ მათ
თვალყურს ყოველთვის გამომაქვს ერთი დასკვნა. როდესაც სახელმწიფოებრივ თემებს, ანუ მათ სახელმწიფოებრივ თემებს და ეროვნულ თემებს ეხება საქმე, ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორცს. ანუ მათ არა აქვთ განსხვავებული აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური აზრი არსებობს, მათ აქვთ თავიანთი სოციალური პრობლემები, მათ აქვთ ძალიან ლეგიტიმური ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ როდესაც ამ თემებს ვეხებით, ისინი არიან ერთ მუშტად შეკრულები. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს მხარეს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავერთიანდით ისეთი იდეის ირგვლივ, როგორიც არის საქართველოს დამოუკიდებლობა და მე განმარტავ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში არის ომი დამოუკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის. მე არ მეშენია ამ ფრაზის და ხშირად ვიყენებ ამას. რაღაცა გარკვეულ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიგრძენით, რომ ისევ დამოუკიდებული გავხდით. რა მნიშვნელობა აქვს ეს დამოუკიდებულება რუსეთზე იქნება, დამოუკიდებულება ევროპაზე იქნება, ამერიკაზე ან აღმოსავლეთზე. ამას ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საუბრობთ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პრობლემები მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არავის არ აქვს უფლება აქ ჩაერიოს ისეთი მასშტაბებით, რაც ჩარევებით ჩვენ ახლა ვნახავთ. საქართველოს მოქალაქე. სამწუხაროდ ვნახეთ, კი ბატონო. ოკუპაცია, კეთი, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენ? ოკუპაცია არის მხოლოდ ის, რაც ჩვენ 21 წელს ვიგემეთ. ეს 21 წლის ოკუპაცია შემდეგ 70 წლის განმავლობაში გაგრძელდა, ამიტომ ის თარიღი არის უბრალოდ დასაწყისი. მერე 70 წლის განმავლობაში ჩვენ გვირეცხავდნენ ტვინს და გვეუბნებოდნენ, რომ მე და ბურიატელს, მე და ლატვიელს ქონდა ერთი სამშობლო და ეს იყო დიდი საბჭოთა კავშირი. ამ კავშირთანაც დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს ესეთი კარგი ასოციაციები. ეს იყოს ჩემი პირადი შეგრძნებები, მაგრამ კავშირთან დაკავშირებითაც, ამ სიტყვასთან დაკავშირებითაც მე რაღაცა მომყვება ის შლეიფი ასოციაციური, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ანგარიშვალდებული ვიყავით კრემლის წინაშე და ახლა მოდი დავსვათ კითხვა. ხო არ გავიარეთ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ასევე ანგარიშვალდებული გავხდით სხვა ქვეყნის ინსტიტუციებზე და ამ დროს გავხდით ზუსტად დამოუკიდებული. ძალიან დამოუკიდებული და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს განათლების სისტემას მივხედოთ, არ შეგვიძლია ჩვენს ეკონომიკას მივხედოთ და ასე შემდეგ. უნდა აღნიშნოს სამართლიანობისათვის, რომ ამ ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც 91-დან დაიწყო, ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობდით, გამოვიღვიძეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნად და ბუნებრივია გვჭირდებოდა ის გამოცდილება და რა თქმა უნდა მადლობა ევროპულ ინსტიტუტებს, ამერიკულ ინსტიტუტებს, იმიტომ რომ როგორც მისიონერებმა შემოიტანეს, თქვენ გახსოვთ ხო, იტალიელი მისიონერები იყვნენ საქართველოში და უნიკალური კვალი დატოვეს მათ. ეს უნდა აღინიშნოს, მარტო პიეტრო დე ლავალერა დღეს და კრისტოფორო დე კასტოლი და არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები, ხო? ჩვენი ისტორიის ნაწილია. რა თქმა უნდა, გარკვეული დადებითი წვლილი და ხაზი ამ პროცესში იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან და უნდა გვეთქვა, ხო, ჩვენ თვითონ უნდა განვაგდოთ, ვერ ვიქნებით საუკუნეები, წლები დამოკიდებული ცხვრის რჩევებზე. თუმცა ჩვენ ქვეყანა გვაქვს ისეთი, რომელიც გააძლევს ამ ყველაფრის საშუალებას. კი ბატონო, მოდი დავაკვირდით ახლა ქვეყანაში რა ხდება, კეთი და აღნიშნოთ. აი მე სულ როცა ამას ვამბობ, უნდა სიამოვნებით უნდა აღნიშნოთ ჩემი ერის ნიჭიერება, ჩვენი ხალხის ნიჭიერება. აი მომსახურების სფერო ნახეთ, გნებავთ ნებისმიერი კულტურის სფეროზე ხო საერთოდ არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ რამე მიმდინარეობა არსებობდა ევროპაში მოდერნიზმის სახით, ავანგარდიზმის სახით, საქართველოს ეს ეტაპი გაიარა წარმატებით. წარმატებაში მე რას გულისხმობ? წარმატებაში გულისხმობ, რომ ქართველმა თავისი ეროვნული შტრიხი დატოვა. მაგალითად, ფრანგი სიმბოლისტები საერთოდ არ ცნობდნენ ისეთ ტერმინს, როგორიც იყო სამშობლო. ეს მათთვის იყო და პატრიოტიზმი. მათთვის იყო ეს დამამცირებელი გრძნობა და მოდით ნახეთ ახლა ჩვენმა სიმბოლისტებმა როგორ ლამაზად შემოიტანეს ეს ყველაფერი ამ მიმდინარეობაში. იგივე მინდა ვთქვა რომანტიზმზე.
მე-19 საუკუნეში არც ევროპულ რომანტიზმს ახასიათებდა სამშობლოს განცდა, იმიტომ რომ მათ ეს არ ჭირდებოდათ რეალურად, მაგრამ ჩვენმა ეროვნულმა მწერლობამ თავის თავში გამოიხაშა ეს ყველაფერი და მოგცა რომანტიზმის ქართული ნაირსახეობა. დიახ, ჩვენც მოდით პოლიტიკურ სიტყვაზე თუ გადავიტანთ ამას კეთი ყველაფერს, მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაირსახეობაც გვახასიათებს. ჩვენი ნაციონალური შტიხები გვაქვს, ამიტომ ნებისმიერი ევროპული გამოცდილების გაზიარებაში უნდა გაზიარება ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით. ჩვენ საუბარი დავიწყეთ დიპლომატიაზე. სამოქალაქო დიპლომატიით. დიახ, სამოქალაქო დიპლომატიით და ჩვენება რომ დღეს ყველაზე ისეთი მომენტია, როდესაც სწორედ სამოქალაქო დიპლომატიამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, თქვას თავისი სიტყვა არ შეეშინდეს თუ დაუშვათ სიტყვაზე პოლიტიკურ ასპექტში რაღაცის და შეეშინდეს და ვიღაცამ რაღაცა დათმო, სამოქალაქო დიპლომატიას ამისი არ უნდა შეეშინდეს, თუნდაც იგივე, სად არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღები, რატომ უნდა გვეშინოდეს დიალოგის იგივე რუსულ მხარესთან, იგივე რატომ არ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი რუსეთში ახალი, საკმაოდ დიდი ძალის ახალი ოპოზიციური ძალა გამოჩნდა, ხო? რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ მათ? მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ პუტინი არ არის რუსეთი, ისევე როგორც საქართველო არ არის დაუშვათ ვიღაც კონკრეტული სახელი და გვარი, ხო? რა თქმა უნდა. იქაც არის ადამიანები, არიან და ჩვენთანაც არიან ადამიანები და ყველაზე პირველი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ხალხია. აი რატომ არ უნდა გადავდგათ ჩვენ სამოქალაქო დიპლომატიით, იგივე აფხაზურ მხარესთან, იგივე რუსულ ახალ ძალასთან, რატომ არ უნდა დავალაგოთ და ბოლო-ბოლო ჩვენ სასარგებლოდ არ წამოვიყვანოთ ეს ყველაფერი. მით უმეტეს რომ გვაქვს ჩვენ ასეთი გველსა ხვრელით ამოიყვას, ენათქმულად მოუყარი. ანუ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რატომ არ ვაკეთებთ ამას ყველაფერს? ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ ქართველები. და წარმოვიდგინეთ, რომ პოლიტიკაში არსებობს ისეთი ტერმინი, მუშაობს ეს ტერმინი, როგორც არის სიყვარული. პოლიტიკაში არ არსებობს ეს სიტყვა. პოლიტიკაში არსებობს სიტყვა თანამშრომლობა. ქეთი და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ გვჭირდება საუბარი რუსეთთან, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ რუსეთთან. ხო? იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით და გამოცდილებამ გვანახა, რომ 30 წლიანმა ევროპულმა აღშფოთებებმა, შეშფოთებებმა ამის იქით ვერ წაგვიყვანა, ანუ ვერ დაძრა ეს საკითხი, თუმცა აქ მოდით აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი კარგი პროექტი მუშაობდა საქართველოში ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ აი ფონდებია, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დაახლოებულიყო ქართული და აფხაზური მხარე და მათი წვლილი აი ამ დიპლომატიურ ურთიერთობაში, ანუ ნდობის აღდგენაში არის განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ურთიერთობის და ამ საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე. არანაირი ძალისმიერი მეთოდი ჩვენს შემთხვევაში შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ეს არის თავიდან დაწყებული ომი ერთმანეთთან. სამწუხაროდ საქართველოს ომი. მე ერთ-ერთ ოპონენტს, რომელიც შემომედავა და მითხრა ესეთი რამ, რომ ძალით დაბრუნებულის, ძალით წართმეულის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალით, მე შევახსენე ესეთი რამ, რომ დიპლომატიური ომიც ომია. და ჩვენ ყველაზე არის მასში დიპლომატიური ომი, საინფორმაციო. ანუ ჩვენ დავკარგეთ უნარი დიპლომატიის წარმოების აი ამ კონტექსტში, რასაც ქართული აფხაზური ურთიერთობა ჰქვია. ამიტომ თუ ეს ბერკეტები მოინიშნა რუსულ მხარეს, პირობითად ვამბობ, ხო, ჩინურ მხარეში, ამერიკულ მხარეში, თუნდაც აზერბაიჯანში, სომხეთი იყოს, ყველგან უნდა ავამოწმოთ ეს ბერკეტები, რომ შედეგი დავდოთ. აი მაგას გეკითხებით, რატომ ვერ შევძელით? მე გეტყვით, რატო შევძელით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ემოციური ხალხი და ჩვენთვის დამახასიათებელი ყოფილა ისეთი ფსიქოლოგიური სენი, როგორც არის კოგნიტური დისონანსი. ეს ძალიან მძიმე სენია. კი,
ანუ ჩვენ არ გვაქვს ვერ ვძებნით შუა ლედურს, ანუ მაქსიმალისტები ვართ. და ვთვლით, რომ შენ უნდა იყო ან აქეთ, ან იქით. ну, ხედავთ სოციალურ ქსელში, როგორი ომია, როგორი შეურაცხმყოფელი მარათონი გამართული და ეს ცხადყოფს ის ილუსტრაცია ადამიანების, ანუ რეალურად დიალოგის უნარიც დავკარგეთ, კამათის წარმოების უნარიც დავკარგეთ, ხო? კამათი არის სამგვარი, ერისტიკული, აპოდიქტური და სოფისტიკური. დავჭით მარტო სოფისტიკური კამათის იმედად, რომელიც ორიენტირებულია რაზე? ოპონენტის განადგურებაზე. ანუ მისი მიზანია მხოლოდ ოპონენტის განადგურება. აი ამის იმედად დარჩენილი ქვეყანა, ქვედარგოლი, ბუნებრივია ვერ შექმნის იმ ფონს, რომელმაც უნდა მისცეს იმპულსი ზედარგოლს, იმიტომ რომ ქვემოდან უნდა წამოვიდეს ეს მოთხოვნა. საერთოდ ყველაფერი უნდა იმართებოდეს ქვემოდან ზემოთ. ქვემოდან ზემოთ. აი ახლა რატომღაც გონია რომ ზუსტად ის დროა, როდესაც თავიანთ ხელში სადავეები ახალგაზრდებმა უნდა აიღონ. ძალიან კარგი წიგნით გამოვიდა სუფთა ხელებით, სუფთა ფურცლიდან გახსოვთ ალბათ თქვენი სტუდენტები მე კონფერენციას რო დავესწარი. ანუ აი ამ ახალგაზრდებს რატომ არ აქვთ დაუშვათ გასახანი? ან თუნდაც ის რაღაც მონატრება ხო არ იკარგება და აი ეს ყველაფერი უკვე მეორე პლანზე გადადის და საერთოდ დღეს ადამიანებმა დავკარგეთ ყველაზე მთავარი. ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარ ნაჭუში ჩაკეტილობა და დავკარგეთ ყველაზე მთავარი სამშობლო. რა უნდა სამშობლოს? ის ძალა იქაჩება რა უნდა მას, ის ძალა იქაჩება რა უნდა მას. ანუ ყველა ძალა, პოზიცია იქნება თეზო, პოზიცია იქნება მიდის თავის გზაზე და არავინ არ ფიქრობს რა უნდა დღეს სამშობლოს, რა უნდა დღეს ხალხს, იმ მომავალ თაობას, რომლებმაც ხვალ უნდა ჩაიბარონ ქვეყნის სათავეები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არის საჭირო, რა ბიძგია საჭირო ამ ახალგაზრდებისთვის, რომ აი ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ და თავიანთ ხელში აიღონ ეს სადავეები. მე მესმის, რომ ტარდება აფხაზეთობა, ტარდება რაღაცა სხვადასხვა ღონისძიებები, მაგრამ გლობალურად, რაც ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი და სამოქალაქო დიპლომატია, ამ ეტაპზე არ ჩანს, ხომ არ ვწდები? მე არ ვიტყოდი ასე რომ არ ჩანს, იმიტომ რომ ეს ისეთი თემაა, რომელიც ხმაურს არ ეგუება. იმიტომ რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ვერ საჯაროვდება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ვინაიდან ენგურს გაღმა ძალიან ისეთი პატრიარქალური საზოგადოებაა და ესენი ერთმანეთს ამას არ პატიობენ. აი ცალ-ცალკე აფხაზთან თუ ისაუბრებთ, იქ აუცილებლად დაინახავ გარკვეულ თანაგრძნობა არა, ალბათ ნოსტალგიას, აი მე ვისაუბრე აფხაზებთან და მე ეს ნოსტალგია მიგრძნია, მაგრამ საკმარისია სამი დადგეს ერთად, მათ ამის გამჟღავნების უფლება არ აქვს. ნუ პროპაგანდას ექვემდებარებიან ბუნებრივია. აქვთ ხო შიშიც არის, აქვთ გარკვეული ვალდებულებები, თავიანთი ნუ ერის საზრისის წინაშე ასე ესმით ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ცხადია ყველა ის ურთიერთობა და ის იმპულსები, რომელიც მოდის, სამწუხაროდ ესე ადვილი გასაჯაროვებელი არ არის. ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკური მოგვარების საკითხზე და პოლიტიკურ მოგვარებას აუცილებლად წინ უნდა უწყოდეს ზუსტად დიპლომატია, სახალხო დიპლომატიის მიერ გაწეული შრომა. რა შრომაა ეს? როდესაც პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, ჩვენ არ უნდა დაგხვდნენ იქ ადამიანები, რომლებსაც მეხსიერებაში ჩარჩენილი აქვს ნეგატივი ქართველების მიმართ. უნდა თქვა სამწუხაროდ, რომ ის პროპაგანდა, რომელსაც აფხაზური მხარე აწარმოებს, მაგალითად ახალგაზრდობასთან მიმართებაში, ძალიან თავზარდამცემია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ ქმნიან, როგორ წებავენ ისინი მტრის ხაზს. რა შეგვიძლია ჩვენ საბირწონედ გავაკეთოთ? აი ხო მე მაგალითად წამოვიწყე ძალიან საინტერესო პროექტი. მადლობა უნდა უთხრა საქართველოს კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ ყისიერად აიტაცეს ეს პროექტი და დააფინანსეს. ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტში, საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში აღმოვაჩინეთ აფხაზური ჯგუფების იქ ყოფნის სწავლების დამადასტურებელი ალბომები.
ეს ალბომები ისე კარგად არის შენახული, ისე კარგად, ისე რუდუნებით არის შენახული და ცხადყოფს, აი როგორი იყო დამოკიდებულება ქართული მხარის მიერ. ეხლა ეს არის პერიოდი, როდესაც იქ აკაკი ხორავა რექტორი და ნუ შემდეგ 70-იან წლებამდე, იმიტომ რომ ეს ჯგუფები 50-იან წლებამდე იქ გაიარეს თავიანთი პროფესიული წვრთნა და მინდა გითხრათ რომ აი ამ ტიპის რაღაცები აუცილებლად უნდა შეიკრას ისტორია. არ უნდა მივცეთ მათ საშუალება რომ ეს ურთიერთობები წაშალოს. ამიტომ ჩვენ ახლა მუშაობთ, ეს ალბომი შეიკრება. ძალიან კაი კონცეფციაა ამ ალბომის, ეს ფოტოებიც ჩაიტვირთება, აფიშებია, მოგონებებია, ამას ყველაფერი შევკრათ და დავტოვებთ და შევქმნით ამას ორ ენაზე, რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება ქართული და აფხაზური ვარიანტი. მისი ელექტრონული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი აფხაზური მხარისთვის და აი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ხელშესახები, იარაღი იმისათვის, რომ ჩვენ აი სახალხო დიპლომატიის ვერკეტების მნიშვნელობა არ დავაკეთოთ. რასაკვირველია, ნოსტალგია. არა, უბრალოდ სიმართლე დაუტოვოთ აფხაზ ახალგაზრდებს. ეხლა მეორე თქვენ ახალგაზრდები ახსენეთ და რა თქმა უნდა ახალგაზრდებზე ვისაუბროთ, ცხადაშვილის ახლა არ შემიძლია არ თქვა, რომ მე მახსოვს, როდესაც თქვენ იყავით ჩვენთან სტუმრად, დელფინი ფანის ზღაპარი იყო, მაშინ საბავშვო გადაცემაში იყავით და იყო კიდე მეორე შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა როლანა ნიჟარაძემ დაკავშირა ქალი, რომელიც სამებაში მოინათლა აფხაზეთიდან ჩამოსული აფხაზი ქალი და ჩემდა გასაკვირად ძალიან ბევრმა აფხაზმა მოგწერა და გთხოვა, რომ აი ეს ყველაფერი მათ ტყის გასაგებ ენაზეც დაგვეწერა და შემდეგ ჩვენ ვიყავით აფხაზეთის განათლების სამინისტროში, ვთხოვეთ, რომ გვეთარგმნა ეს ყველაფერი, თარგმნეთ კიდეც და იმის შემდეგ ძალიან ბევრი აფხაზი ახალგაზრდა შევიძინეთ მეგობრად. ამით იმის თქვა მინდა, რომ ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ალბათ აი ესეთი მოგონებების, ნოსტალგიები და აი ზუსტად ის უნდა ვუთხრათ, რასაც ისინი ელოდებიან, თორემ ყველა დაიღალა იმითი თუ რა იყო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იყო. რაც იყო ჩვენს მხარესაც ბუნებრივია. თაობები გაიზარდნენ უკვე, ახალი თაობა მოდის და ალბათ მათ ახლებურად უნდა დაინახონ ერთმანეთი, ხო? რა თქმა უნდა. მალე იქნება პრემიერა ჩემი პიესის, რომელსაც ქვია მე არსად წავსოვარ, მე სიამოვნებით დაგპატიჟებ თქვენ ამ პიესაზე, სადაც ჩემი ძირითადი სათქმელი არის აი ნათქვამი და უძღვენი ეს პიესა ახალგაზრდებს. აუცილებლად უნდა ნახონ ახალგაზრდებმა, ბევრი ელოდება, ბევრი სტუდენტი ელოდება ამას და ზოგადად მე შეხება მაქვს ახალგაზრდებთან და არასოდეს არ უშვებ შესაძლებლობას მათთან ვისაუბრო აფხაზეთზე. რა თქმა უნდა, ის იმ საგნების ფარგლებში, რომელსაც მე ვკითხულობ, მაგალითად თუ მჭირდება რაღაცის ილუსტრირება, მე ვახსენებ აფხაზეთს, თუ მჭირდება მაგალითების მოყვანა, ვახსენებ იქ აფხაზეთს, ამიტომ ხშირად ხვდებიან ხოლმე და მეკითხებიან, ქალბატონო სალომე, თქვენ საიდან ხართო? ხვდებიან, რომ ეს ოხუმელი ვარ და აფხაზეთიდან. ჩვენ თუ ვერ გადავეცით ახალგაზრდა თაობას, ეს მეხსიერება, ჩვენ წავაგებთ ბოლო ბრძოლას. ეს არის ბოლო ბრძოლა. იმიტომ რომ არავინ არ დარჩება იქ რეალურად ჩვენს გენოფონდში არ დარჩება ადამიანი, რომელიც ამაზე იფიქრებს. უნდა გითხრათ კმაყოფილებით, რომ მართლა საუცხოო ახალგაზრდები გვყავს, იცით? აი, კი, საუცხოო ახალგაზრდები, რომლებსაც აი არ უნახავთ და აქვთ ეს გენეტიკური მეხსიერება. ახსოვს სულ ცდილობენ, რომ შექმნან ეს აფხაზეთის ხატი, ეს გამაოგნებელია. იმიტომ რომ როცა ლექციაზე შევდივარ, ვეკითხები, ვინმე ხო არ არის აფხაზეთიდან და ბავშვები მეხმაურებიან, მეუბნებიან, რომ მამა ჩემია ქალბატონო სალ და მე მათ უსწორებ და მეუბნებ, მამა შენ კი რა შენც იქიდან ხარ? ხო გაქვს დევნილის მოწმობა, ეს კი იქიდან ხარ, ხო? და შენ თუ იქ ვერ დაიბადე, შენ გაქვს ვალდებულება, რომ გაუცილებლად დაბრუნდე. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, მაინც სად არის გასაღები და როგორ გავაყოთ? როგორ ავიღოთ ეს გასაღები ჩვენს ხელში? თუნდაც პოლიტიკური ჭრილით, თუნდაც სამოქალაქო ჭრილით, აი როგორ? ჩვენთან ეს გასაღები არის ერთიანობაში. აფხაზეთზე ხშირად საუბარში. ხო? ჩვენთან ეს გასაღები არის აფხაზეთის ილუსტრირებაში, კულტურაში.
მაგალითად ფილმებია, სპექტაკლებია, წიგნებია, ხო, რომ ეხსიერება კარგად შემოვიდეს. რაც შეეხება დიპლომატიაში, ეს გასაღები არის, რა თქმა უნდა, იქ სადაც ჩვენ რეალურად ძალიან გვიჭირს ახლა ურთიერთობის დაწყება. მე ამცხვენია და მე ვიტყვი. ამას ალბათ ყველა ვინც მიცნობს და მეთანხმება, რომ მე რუსო ფობი არა ვარ და უკაცრავად უცხოეთად რუსეთის მოყვარე და თაყვანისმცემელი არ ვარ, თუმცა მე არ ვაიგივებ მაგალითად რუსულ კულტურასა და მის პოლიტიკურ კულტურას. თუმცა ჩვენ იმდენი წყენა გვაქვს სამწუხაროდ, ისეთი ტკივილი გვაქვს, ამის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ამ ტკივილის მიღმა ჩვენ ვერ გავხდებით ამ ტკივილის მძევარი. ესმით, ჩვენ გადავიქეცით რეალურად ამ ისტორიის მძევლად და რუსეთს მივეცით ყველა საშუალება, რომ მას ეს გაეკეთებინა. ამიტომ იმ ემოციაზე მაღლა, ანუ მტერმა რეალურად გმართა და გაგვაკეთებინა ის, რაც გაგვაკეთებინა 92-ში, ხო? 93-ში, რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი და იმის მერე ჩვენ ვერ მოვძებნეთ ის სადინარი, სწორი სადინარი, ხო? და მე ასე მგონია, რომ მაინც არასწორ აქცენტებს ვაკეთებ, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ მოგვაზრებაზე საუბრობთ. უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წელი ჩვენთვის იყო დრამატულად გარდამტეხი. ეს იყო ჩემთვის პირადად, ეს იყო 93 წლის ტოლფასი მოვლენა, რომელმაც აი ეს საკითხი, რომელსაც ქვია კონფლიქტის მოგვარება, ფაქტიურად აი ნულოვან ფაზაში გადაიყვანა. ამდენად დღევანდელი მოცემულობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა არა მოგეშო. კი, გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, კი, ჩვენ უნდა დავაკაკუნოთ იმ კარზე და ვისაუბროთ, თუნდაც ვივაჭროთ ამ თემაზე, სადაც ეს გასაღები დევს. და ყველამ ძალიან კარგად იცის, სად დევს ეს გასაღები. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ, რადგანაც ეს არ არის არც ჩემი, არც თქვენი, არც ვიღაცის კონკრეტული პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ქვეყნის მომავალი. ჩვენ გვჭირდება გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო. ძალიან ბევრი შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი არ გვეძლევს ამის საშუალებას, თუმცა ერთი კი მინდა თქვენც გითხრათ, ჩვენს მაყურებელსაც ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩვენ შეგვიძლია ეს ისტორიები ყველაფერი მოვყვეთ თავიდან და კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ აი ამ დიდ ტკივილს, როგორ გადავდგათ მაინც შემდეგი ნაბიჯი, რომ ხვალ უკვე მეც, თქვენს და ყველაზე მთავარი ჩვენმა შვილებმა ის კი არ თქვას, რომ მე დავბრუნდები, არამედ პირიქით თქვას, მე უკვე აქ ვარ. იმიტომ რომ ჩვენ მართლა არსად არ წავსულვართ, როგორც თქვენი სპექტაკლის სათაურია და არც ისინი არ წასულან, რადგანაც ეს მთლიანად ჩვენი საქართველოა. მადლობა თქვენ.